ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა თავი პირველი. იმ საღამოს მანორის ფერმის პატრონმა, მისტერ ჯონსმა საქათმები კი ჩარაზა, მაგრამ გვარიანად შემთხვევი გახლავთ საიმისოდ, რომ სხვა შესასვლელ-გამოსასვლელების დახურვაც გახსენებოდა. ჭრაქიდან დაფენილი აქეთ-იქეთ მოქანავე სინათლის რგოლით მან ბარბაცით გადაჭრა ეზო. ჰკრა ჩექმის ჭვინტი უკანა კარს. ჭურჭლის სარეცხ შენობაში მდგარი კასრიდან უკანასკნელი ჭიქა ლუძი ამოხაპა და საწოლისკენ წაბანცალდა, სადაც მისის ჯოუნსი უკვე მადიანად ხვრინავდა. როგორც კი საწოლ ოთახში სინათლე ჩაქრა, ფერმის ყველა შენობა წკრიალმა და ალიაქოთმა მოიცვა. ჯერ კიდევ დღისით ხმა დარხეულ იყო, რომ მოხუც მეიჯორს, პრემიერ მინიჭებულ თეთრ ღორს, წინა ღამით უცნაური სიზმარი ენახა და ახლა უნდოდა სხვა ცხოველებისთვისაც გაენდო. მოილაპარაკეს, რომ როგორც კი მისტერ ჯონს გაისტუმრებდნენ, ყველანი დიდ ფარდულში შეიკრიბებოდნენ. მოხუც მეიჯორს მუდამ ასე იხსენიებდნენ, თუმცა მისი საგამოფენო სახელი უილინგდონის მშვენება იყო. იმდენად დიდი რეპუტაცია ჰქონდა, რომ ყველა დათმობდა 1 საათის ძილს მის მოსასმენად. მეიჯორი უკვე მყუდროდ მოკალათებულიყო ნამჭაზე, დიდი ფარდულის ერთ ბოლოში, პლათმორივის მსგავს შემაღლებაზე, სახურავის კოჭზე, ჩამოკიდებული ჭრაქის ქვეშ. იგი 12 წლის გახლავთ და ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ჩასუქებულ ჩაკურატებულიყო, მაგრამ ბრძნული და კეთილმოსურნე იერის პატრონს მაინც დიდებული შესახედაობა ჰქონდა, მიუხედავად დრუნჩიდან გან-გან ამოყრილი ეშვებისა, თავის სიცოცხლეში რომ არასოდეს მოეჭრა. სხვა ცხოველები უკვე კარგა ხანია რიგრიგობით შემოდიოდნენ და თავ-თავისი წესით ეწყობოდნენ. ჯერ სამი ძაღლი შემოსუნსულდა, ბრუბელი, ჯესი და პინჩერი. მათ მოჰყვნენ ღორები და უშუალოდ პლატფორმის წინ გაშლილ ჩალაზე მოთავსდნენ. ქათმები ფანჯრის რაფებზე შემოსხდნენ. მტრედები ნივ-ნივებზე ჩამწკრივდნენ. ცხვრები და ძროხები ღორების უკან მიწვდნენ და ბალახის ცოხნას შეუდგნენ. ორი საფორნე ცხენი, ბოქსერი და კლოვერი ერთად შემონარნარდნენ მეტისმეტად ნელი ნაბიჯით, რათა თავიანთი ვეება, ბალნიანი ჩლიქებით ჩალაში შემძრალი რომელიმე პაწია ცხოველი არ გაესრისათ. კლოვერი საშუალო ასაკს მიახლოებული, ძვალმსხვილი ფაშადი გახლავთ. ვეღარაფრითმო ვერ აღედგინა თავისი უწინდელი ფორმა მეოთხე კვიცის გაჩენის შემდეგ. რაც შეეხება ბოქსერს, ეს იყო თითქმის 18 წყრთის სიმაღლის ბუმბერაზი, ერთბაშად 2 ცხენის ძალის მქონე პირუტყვი, თვალებშუა ჩამოყოლებული თეთრი ხაზი მას, ცოტა არ იყოს ბრიყულ გამომეტყველებას აძლევდა და მართლაც. იგი პირველხარისხოვანი ჭკუით ვერ დაიქვეხნიდა, მაგრამ მაინც ყველასგან პატივდებული იყო თავისი მიზანმიმართული ხასიათისა და განსაცვიფრებელი სამუშაო ძალის გამო. ცხენების შემდეგ შემობაკუნდნენ თხა, მურიელი და ვირი ბენჯამინი. ეს უკანასკნელი ფერმის უხუცესი და ყველაზე გაუწონასწორებელი ბინადარი იყო. იშვიათად თუ იტყოდა რამეს და თუ მაინც ამოიღებდა ხმას, ისიც ჩვეულებრივ მორიგი ცინიზმის წამოსასროლად. მაგალითად ამბობდა, რომ ღმერთ მამას კუდი ბუზების მოსაგერიებლად მისცა, მაგრამ ირჩივნა, არც კუდი ჰქონოდა და არც ბუზებს იარსება. ფერმის ცხოველთა შორის მას ერთადერთს არ გაუცინია არასდროს. თუ ჰკითხავდით, რატომ გიპასუხებდათ, რომ ვერაფერს ხედავდა სასაცილოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იგი ბოქსერთან მეგობრობდა. ამ ამბის საჯაროდ გამოცხადების გარეშე. კვირა დღეებს ეს წყვილი ერთად ატარებდა ხეხილის ბაღის გადაღმა მდებარე პატარა საძოვარზე, გვერდიგვერდ ძოვით და უსიტყვოდ. ის იყო ორივე ცხენი ჩალაზე მიწვა, რომ ფარდულში მწკრივად შემობატბატდა დედა დაკარგული იხვის ჭუჭულების ერთი გუნდი. მათ ჩუმი ყიტყიტით მოიარეს იქაურობა ისეთი ადგილის მოსაძებნად, სადაც ვერავინ გათელავდა. კლოვერმა თავისი ვეება ფეხი მესერივით შემორკალა მათ წინ. ისინი სასწრაფოდ მოკალათდნენ და მაშინვე ღრმა ძილს მიეცნენ. ბოლოს დახვეწილი პრანჭვითა და შაქრის ნატეხით პირში შემობაკუნდა მისტერ ჯოუნსის ეტლისთვის განკუთვნილი ტუტუცი და ლამაზი თეთრი ფაშატი მოლი. იგი ყველაზე წინ დაესვენა და უმალვე თავისი თეთრი ფაფრის ქნევას მოჰყვა, რათა დამსწრეთა ყურადღება მასში ჩაწნული წითელი რგოლებისკენ მიეპყრო. ყველაზე ბოლოს შემოისერნა კატამ, უთვილესი ადგილის ძებნაში მზერა ჩვეულებრივ, მაგრამ ირგვლივ მოავლო და საბოლოოდ ბოქსერსა და კლოვერს შორის ჩათბუნდა.
იქ იგი კმაყოფილებით კრუტუნებდა მეიჯორის მთელი საუბრის განმავლობაში ისე, რომ ერთი სიტყვაც არ გაუგია იქიდან. უკვე ყველა ცხოველი ფარდულში იყო, მოშინაურებული ყვავი მოსეს გარდა, რომელსაც უკანა კარის მიღმა დაკიდულ ქანდარაზე ეძინა. როცა მეიჯორმა დაინახა, რომ ყველა რიგიანად მოთავსდა და ყურთასმენა მისკენ მიაპყრო, ყელი ჩახველებით ჩაიწმინდა და დაიწყო: ამხანაგებო, თქვენ უკვე იცით, რომ წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე, მაგრამ სიზმარზე შემდეგ ჯერ სხვა რამ უნდა გითხრათ. ამხანაგებო, ვფიქრობ, დიდხანს აღარ მიწერია თქვენს გვერდით ყოფნა და ვიდრე მოვკვდებოდე, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, გადმოგცეთ აქამდე მოხვეჭილის სიბრძნე. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ბაგაში განმარტოებით წოლისას საკმაოდ დრო მქონდა და მე მგონი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე უკვე მესმის ამ დედამიწაზე არსებული სიცოცხლისა და ყველა ცხოველის ბუნება. მას ამხანაგებო, რას წარმოადგენს თავისი არსით ჩვენი ცხოვრება? პირდაპირ შევხედოთ მას. ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენს შორის შრომის უნარიანად ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ. და ბოლოს, როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამას რძენი, შეუბრალებლობით გვხოცავენ. დაბადებიდან 1 წლის შემდეგ ინგლისის არც ერთმა ცხოველმა აღარ იცის, რა არის დასვენება და ბედნიერება. არც ერთი ცხოველი ინგლისში თავისუფალი არ არის. მისი ცხოვრება აქ საცოდაობა და მონობაა. აი, თუ გნებავთ, სრული ჭეშმარიტება. მაგრამ ნუ თუ იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთია ბუნების წესრიგი. ნუ თუ ეს იმ მიზეზით ხდება, რომ ინგლისს არ ემეტება წესიერი ცხოვრება მათთვის, ვინც მის წიაღში ცხოვრობს. არა ამხანაგებო, 1000 გზის არა. ინგლისის ნიადაგი მდიდარია, კლიმატი კარგი. მას ძალუც ნოყიერად გამოკვებოს გაცილებით მეტი ცხოველი, ვიდრე ამჟამად ჰყავს. მარტო ეს ჩვენი ფერმა გამოკვებავდა 12 ცხენს, 20 ძროხას, ასობით ცხვარს და თანაც ისეთი კომფორტითა და ღირსებით, როგორსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ. მაშ რატომ ვრჩებით ამ შესაბრალის მდგომარეობაში? იმიტომ, რომ ჩვენი გარჯის თითქმის მთელ ნაყოფს ადამიანები გვბარავენ. სწორედ აქაა, მეგობრებო, ჩვენი სადგივრის თავი და თავი. იგი ჯამდება ერთადერთ სიტყვაში, ადამიანი. ადამიანია ჩვენი ერთადერთი რეალური მტერი. გააქრეთ ადამიანი და ამით სამუდამოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მხოლოდ ნდქავს და არაფერს ქმნის. ისაც რძეს იძლევა, არც კვერცხს სდებს. მეტისმეტად სუსტია საიმისოდ, რომ გუთანი გასწიოს და ისე სწრაფადაც ვერ დარბის, კურდღლები რომ დაიჭიროს. ამ დროს კი იგი ყველა ცხოველის ბატონია. ამუშავებს ცხოველებს და მხოლოდ იმდენს უბრუნებს მათივე ნამუშევრიდან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს. ჩვენ ვამუშავებთ და ვანოყიერებთ ნიადაგს და ამ დროს არც ერთ ჩვენგანს არ გააჩნია რაიმე, საკუთარი ტყავის თვინიერ. თქვენ, ჩემ წინ სხდომო ძროხებო, რამდენი ლიტრი რძე მოიწველეთ შარშან და სად წავიდა ეს რძე? იმის ნაცვლად, რომ ღონიერი ხბოები დაგეზარდათ, ის მთლიანად ჩვენი მტრების ყელში ჩარაკრაკდა. თქვენ, ქათმებო, რამდენი კვერცხი დადეთ შარშან და იქედან რამდენიდან გამოიჩეკა წიწილა? ყველა დანარჩენი ბაზარში წაიღეს, რათა ჯოუნსსა და მის ხალხს ფული ეშოვათ. კლოვერ, სად არის შენი 4 კვიცი, შენივე სიჭარმაგის საყრდენად და სიამე, რომ უნდა ყოლოდა გვერდით? ყველა გაყიდეს, როგორც კი თითო წელი შეუსრულდა და თქვენ ვეღარასოდეს ნახავთ ერთმანეთს. რამე თუ მიგიღია ოდესმე შენი 4 მშობიარობისა და მინდვრად ოფლის ღრის სანაცვლოდ, თავლაში დაყრილი თივის გარდა და ჩვენ არა გვაქვს ამ უბადრუკი არსებობის ბოლომდე გასრულების უფლება. საკუთარ თავზე არ ვრჩივი. მე იღბლიანი გამონაკლისი ვარ. უკვე 12 წელს მივაღწიე და 400-ზე მეტი შვილი მყავს. ასეთია ღორის ბუნებრივი ყოფა. მაგრამ საბოლოოდ, ყველა ცხოველს ბასრი დანა მოელის. თქვენ, ჩემ პირდაპირ დაყუნცულო, ნორჩო ღორებო, 1 წლის განმავლობაში თითოეული თქვენგანი სულს ჯალათის კუნძზე ამოაჭყვიტინებს. ყველას მოგველის ეს საშინელება. ძროხებს, ღორებს, ცხვრებს, ყველას. თვით ცხენებისა და ძაღლების ხვედრით არაფრით არის შესაშური. აი შენ ბოქსერ. იმ დღეს, როდესაც ძალუმ კუნთებში ძალა გამოგელევა,
ჯოუნსი შენს თავს გამტყავებელს მიჰყიდის, ის კი ყელს გამოგჭრის და ლაზათიანად ჩაგხარშავს მელიებზე მონადირე ძაღლების გასაცხომად. რაც შეგეხებათ ძაღლებს, როგორც კი დაბირდებით და კბილები დაგიცვდებათ, ჯოუნსი ყელზე აგურს დაგკიდებთ და უახლოეს ტბაში ჩაგახრჩობთ. მაშ განადღესავით ნათელი არ არის ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის. ერთხელაც თავი დავახციოთ ადამიანს და ჩვენი გარჯის შედეგი მთლიანად ჩვენი იქნება. თითქმის ერთ ღამეში შეგვეძლო გამხდარიყავით მდიდრები და ბედნიერები. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რა და ის, რომ ვიმუშაოთ დღე და ღამე, არ დავზოგოთ სული და სხეული, რათა ადამიანის მოდგმა დაემხოს. აჯანყება. აი ჩემი სიტყვა ამხანაგებო, არ ვიცი როდის დაჰკრავს მისი საათი, ერთ კვირაში თუ 100 წლის შემდეგ, მაგრამ ჩემ ფეხქვეშ გაშლილ ამ ნამჯასავით ვხედავ, რომ ადრე თუ გვიან სამართალი პურს შეჭამს. ამას მიაპყარით მზერა ამხანაგებო, თქვენი დარჩენილი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე. უპირველეს ყოვლისა კი გადაეცით ეს სიტყვა თქვენ შემდეგ მომსვლელთ, რათა მომავალმა თაობებმა განაგრძონ ბრძოლა, ვიდრე ეს ბრძოლა გამარჯვებით არ დაგვირგვინდება. და გახსოვდეთ, ამხანაგებო, თქვენი გადაწყვეტილება ურყევი უნდა იყოს. არც ერთმა მოსაზრებამ გზიდან არ უნდა გადაგახვევინოთ. ყური არ ათხოვოთ, თუ კი გეტყვიან, რომ ადამიანს და ცხოველს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, რომ პირველის კეთილდღეობა მეორის კეთილდღეობასაც ნიშნავს. ტყუილია ეს ყველაფერი. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღწვის. ჩვენში კი, ცხოველებში, დაესრული ერთიანობა, ძმობა და მეგობრობას უფევდეს ჩვენი საერთო მიზნისთვის ბრძოლაში. ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი. ამ მომენტში საშინელი ღრიანცელი ატყდა. ვიდრე მეიჯორი ლაპარაკობდა, თავიანთი სოროებიდან 4 ნაპატივები ვირთხა გამომძვრალიყო და კუდკუდუსუნებსა წამომსხდარნი 4-ვენი ორატორს უსმენდნენ. უცებ ვირთხეს ძაღლებმა მოჰკრეს თვალი და მათი ტყავი მხოლოდ სოროებში სასწრაფოდ მოკურცხლამ თუ გადაარჩინა. მეიჯორმა შეკრებილთა დასაშოშმინებლად ჩლიქიანი ფეხი ასწია. ამხანაგებო, თქვან მან. თქვენ წინაშე დგას ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს. გარეული მხეცები, თქვათ ვირთხები ან კურდღლები, მეგობრებად გვერგებიან თუ მტრებად, მოდით კენჭი ვყაროთ, დამსწრეთ ვთავაზობ შეკითხვას. არიან თუ არა ვირთხები ჩვენი ამხანაგები. კენჭი თვალის დახამხამებაში უყარეს და დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვირთხები მეგობრებად იქნენ შერაცხულნი. მხოლოდ 4 ცხოველი აღმოჩნდა განსხვავებული აზრის, 3 ძაღლი და კატა. ამ უკანასკნელს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, 2 ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებისთვის ერთად მიეცა ხმა. მეიჯორმა განაგრძო. ცოტა რამ კიდევ მაქვს სათქმელი, უბრალოდ ვიმეორებ. მუდამ გახსოვდეთ თქვენი შეურიგებლობა ადამიანისა და ყოველივე მისეულის მიმართ. ყოველი არსება, რომელიც 2 ფეხზე დადის, მტერია, ყოველი 4 ფეხა, ან ბრთოსანი არსება, მეგობარი. გახსოვდეთ ისიც, რომ თუმცა კი უნდა ვებრძოლოთ ადამიანს, მაგრამ ამ ბრძოლაში არაბრით არ უნდა დავემსგავსოთ მას. და როდესაც მას დაამარცხებთ, მაშინაც კი არ უნდა შეითვისოთ მისი მანკიერებანი. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა იცხოვროს სახლში, არ უნდა იძინოს საწოლში, არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, არ უნდა მოსწიოს თამბაქო, არ უნდა შეეხოს ფულს და არ უნდა გაერიოს ვაჭრობაში. ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა. უწინარეს ყოვლისა კი არც ერთმა ცხოველმა არასოდეს არ უნდა დაჩაგროს და არ უნდა მოკლას თავისივე მსგავსი. ყველა ცხოველი თანასწორია. ახლა კი ამხანაგებო, გიამბობთ ჩემს სიზმარს. მე არც კი ძალმიც მისი გადმოცემა, ეს იყო ხილვა დედამიწისა, საიდანაც გამქრალია ადამიანი, მაგრამ ამავე დროს მან გამახსენა დიდი ხნის დავიწყებული რამ. მრავალი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ გოჯი ვიყავი, დედაჩემს და რამდენიმე სხვა ღორს ჩვეულებად ჰქონდათ წაემღერათ ერთი ძველი სიმღერა, რომლიდანაც მათ მხოლოდ მელოდია და პირველი 3 სიტყვა ახსოვდათ. ბავშვობაში მეც ვიცოდი ეს მელოდია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც გონებიდან ამომეშალა. და აი, ძველი სიმღერა სიზმრად მეწვია. მეტიც, მეწვია არა მხოლოდ მელოდია, არამედ ტექსტიც, რომელსაც დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის წინათ წარმოთქვამდნენ ჩვენი წინაპრები და რომელიც შემდგომ თაობებში დავიწყებას მიეცა. დღეს ამხანაგებო, მე თქვენ ამ სიმღერას გიმღერებთ. მოხუცი ვარ და ხმა 9-წიანი მაქვს, მაგრამ რა კი ერთხელ შეგასწავლით, თქვენ ჩემზე უკეთ იმღერებთ. მისი სახელია ხეცნო ინგლისის. მოხუცმა მეიჯორმა ყელი ჩაიწმინდა და ამღერდა.
ხმა, როგორც თვითონვე აღნიშნა, ჩახრინწული ჰქონდა, მაგრამ მაინც მშვენივრად მღეროდა და მელოდიაც გულის ამაჩუყებელი გახლდათ. რაღაც კლემენტინსა და კუკარაჩას შუა მონავარდე. აი მისი სიტყვები. ხეცნო ინგლისის და ირლანდიის, ცხოველნო ყველა მიწის და ჰავის, სასიხარულოს გაუწყებთ ამბავს. ჩვენი მყობადი ოქროსფრად ყვავის, ადრე თუ გვიან დადგება ის დღე, ტირანი კაცი რომ დაემხობა და დიდი ინგლის უხ ველმინდვრებზე იმეფებს ოდენ ცხოველთა ძმობა. ჩამოვიშორებთ ცხვირიდან რგოლებს, ხოლო ზურგიდან ტლანქ მოსართავებს, ლაგამს და დეზებს. გამოხრავს ჟანგი, სასტიკი შოლტიც ვერ აგვატყავებს და ჩვენს საუნჯეს ვეღარავინ დათვლის. ქერხორბალშვრია დადგება მთებად, ცერცსა სამყურას და ქორფა ჭარხას მოვისთვლით მხოლოდ ჩვენს საკუთრებად. მზე გააფრწყინებს ინგლისის ველებს. წყლებო, თქვენც უფრო ალიკლიკდებით, ნიავიც უფრო ამოდ დახბერენ, თავისუფალნი ოდეს ვიქნებით. იმ დღისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ, თუნდ ვერც მოვესწროთ მის გათენებას. ყველამ, ცხენ ძროხამ, იხო ინდაურმა თავისუფლების იწყოს შენება. მხეცნო ინგლისის და ირლანდიის, ცხოველნო ყველა მიწის და ჰავის. ისინეთ თქვენს და აუწყეთ სხვებსაც, ჩვენი მყობადი ოქროსფრად ყვავის. სიმღერამ უკიდურესად აღაგზნო ცხოველები. მეიჯორს სიმღერა არ დაესრულებინა, რომ ყველა დამსწრე ერთად ამღერდა. მათ შორის უჩლუნგესსაც კი უკვე მოესწრო მელოდიისა და რამდენიმე სიტყვის დაჭერა, ხოლო ისეთ მაღალ ნიჭიერთ, როგორიც ძაღლები და ღორები არიან, მთელი სიმღერა პირველ წუთებშივე დაეზეპირებინათ. რამდენიმე ცდის შემდეგ სიმღერამ განსაცვიფრებელი ხმაშეწყობით იფეთქა მთელ ფარდულში. ძროხები ზმუილით მღეროდნენ, ძაღლები ყმუილით, ცხენები მხიარული ჭიხვინით, იხვები ყიყინით. იმდენად გაერთნენ მღერით, რომ ზედიზედ 5 ჯერ იმღერეს და ალბათ მთელ ღამეს იმღერებდნენ მოულოდნელად, რომ არ შეეწყვეტინებინათ. საუბედუროდ, ამ გნიასმა მისტერ ჯოუნსი გამოაღვიძა და ისიც საწოლიდან წამოვარდა, დარწმუნებული, რომ ეზოში მელა შემოპარულიყო. ხელი დასტაცა მისი საწოლი ოთახის კუთხეში მიყუდებულ თოფს და პირდაპირ ღამის წუდიაჩი დააქოხა საფანტი. ტყვის ბურთულები ფარდულის კედელს შეასკდნენ და იქ შეკრებილნიც მსწრაფულ მიფანტ მოფანტეს. თითოეულმა თავის საძინებელ ალაგს მიაშურა. ფრინველები ქანდარებს შეასკუპდნენ, ცხოველები ნამჯაზე გაელურსდნენ და 2 წუთში მთელი ფერმა ძილმა მოიცვა.